გეგუთის ციხეში გიგა ფარტნაძის მკვლელობაში მონაწილეობას ერთ-ერთი პატიმარი პრაქტიკულად აღიარებს. ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და გიგა ფარტნაძის ყოფილი ადვოკატი მედია ვასაძე ავრცელებს. მისი განცხადებით ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ციხეში მომხდარი ფაქტი გაირკვეს და დამნაშავე დაისაჯოს. მედია ვასაძე გუშინ გეგუთის ციხის ხელმძღვანელობას, სახალხო დამცველის, ქუთაისის ოფისის წარმომადგენლობას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა. ვასაძის ინფორმაციით გიგა ფარტნაძის გვერდით საკანში მყოფი მსჯავრდებულები ირწმუნებიან, რომ მკვლელობის დღეს ხმაური არ გაუგონიათ. მისივე თქმით, პატიმარის საკნიდან გამოყვანის შემდეგ 9 საათის განმავლობაში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. საქმეს პროკურატურა იძიებს. თავად ამ საკნის მსჯავრდებულები განცალკევებული არიან ერთმანეთისაგან. მინდა აღვნიშნო ის, რომ სიკვდილის ფაქტი, დაზარალებულის გარდაცვალების ფაქტი მათთვის არ იყო ცნობილი და გამომძიებლისაგან შეიტყვეს და მაშინვე მოხდა მათი განცალკევება საიმისოთ, რომ რაღაც ისეთი ერთიანი პოზიცია არ შეემუშავებიათ. ამბობენ, რომ ერთი აღიარებს პრაქტიკულად. თუმცა რა თქმა უნდა ერთ-ერთზე ეჭვს ვაყენებ მე ასეთ მძიმე დაზიანებას მის უფრო ასეთი ფიზიკური მონაცემების მქონე ადამიანთან მიმართებაში. დამცველის ქუთაისის